იაგო მაინც ყველაზე ცხელი თემა და საკითხი ინტერესის საგანი არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ ივანიშვილისა და მისი სისტემის მოქმედებები. რაც ანუ და ვიძახოთ რომ მიცით რა ის იმსახურებს და ასე შემდეგ სამართლიანი მართლმსაჯულება ჯერ ეს ერთი ყველა იმსახურებს იურისტი საადვოკატო გამოცდილების ადამიანი ხარ და ჩემგან რა თქმა უნდა არ გესწავლებათ, მაგრამ ამასთან პროცესი უფრო მეტად კიდევ საინტერესოა იმისთვის, რომ ის იძლევა გარკვეულ შტრიხებს ზოგადად ივანიშვილის ხასიათის, მისი გადაწყვეტილებების მიღების შინაგანი სტრუქტურის მიმართ. თუმცა ამაშიც ძალიან აბლანდული არის სიტუაცია. ვერ მიხვდება ასეთ ერთგულ ადამიანსაც თუ კი ასე ექცევა ამ ქვეყნის უპირობო ხელშეუვალი მმართველი, რისი იმედი აქვს რომ ეს სისტემა რა პრინციპებზე დაყრდნობით იფუნქციონირებს. თქვენ რა დიაგნოზს დაუსვავდით ახლა ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობას ღარიბაშვილის кейსის საქმიდან გამომდინარე? მე ყველაზე ნაკლებ ყურადღებას მივაქცევდი ზოგადად ღარიბაშვილის кейსს, იმიტომ რომ ისიც მოისმინე რომ ღარიბაშვილი პოლიტპატიმარია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაშინ როდესაც ჩვენ ყავს რეალური პოლიტპატიმრები, მე ხშირად ვამბობ ატამან ჯგალაძეზე, რომელიც არ ვიცი, ეჭვი მეგონი არავის არ ეპარება, რომ ნამდვილად პოლიტპატიმარია. მაშინ და ხდება ღარიბაშვილის ბოდიში ჟარგონისთვის და შემოტენვა როგორც პოლიტპატიმრად, მაშინ როდესაც ამ კაცს არც განსხვავებული პოლიტიკური მიზნები არ გააჩნია ქართული ოცნებისგან, არც არასდროს არ გააჩნდა. არც რამეს აკრიტიკებს და რამე ისეთი იდეა არ აქვს, რომლის გამოც ის იდევნება, და საერთოდ არც პოლიტიკაში არ არის მისი განცხადებით, მას არც უნდა პოლიტიკა და ჩვეულებრივად მაინც იჭერენ. ხო და ჩვეულებრივად ეს ძალიან ბუნებრივი არის სასამართლოს გამოყენება შურიზიების ინსტრუმენტად, რაც თავისთავად უკანონო პატიმარს ნიშნავს, მაგრამ აი ყველაფერზე პოლიტპატიმრის ძახილი არ შეიძლება ზოგადად. და მე სიმართლე გითხრათ, ყველაზე ნაკლებ დროს დაუთმობდი ქართული ოცნების შიგნით მიმდინარე ასეთ მოვლენებს, მინიმუმ მანამ სანამ ღარიბაშვილი სერიოზულად არ იტყვის რამეს. იმიტომ რომ ის ახლა არ ლაპარაკობს ხალხისთვის, ის ახლა ლაპარაკობს ვითომ ხალხისთვის, მაგრამ ისე ბიძინა ივანიშვილის გასაგებად. და შესაბამისად ჩვენ ახლა გამოდის, რომ ცრუ მოლოდინებს, მათ შორის იმ დროს, რომელიც პოლიტპატიმრებს პოლიტპატიმრებს უნდა მოახმაროთ, ამ დროს ვხარჯავთ რაღაცა სხვა თემატიკაში, რომელიც უბრალოდ არაფერ შუაში ფიზიკურად გარდა იმისა, რომ ამით ვიტყვით, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა და სასამართლო როგორ ინსტრუმენტალიზებული აქვს ქართულ ოცნებას, რომ პირადი შურიზიების მიზნად იყენებს ამას ბიძინა ივანიშვილი. ახალს მეც ვერაფერს ვერ ვიტყვით, დანარჩენი ღარიბაშვილმა უნდა თქვას, მაგრამ ღარიბაშვილს ამოვთხოვა, აგერ არის გახარიან ნაპრემიერალი გაქცეული კაცი და ის არის ახის სიმართლეს და ახლა ხვალ მოვთხოვო იმას, რა ქვია, ღარიბაშვილს ილაპარაკე სიმართლეები, რაც იცი შენ ბიძინა ივანიშვილზე, მეთქი არა. მესმის მისი, რომ ის კაცი ჩალიჩობს თავისი და თავისი ოჯახის უსაფრთხოებას და ამის განხილვა პოლიტიკურ ბრძოლად უბრალოდ არ შეიძლება. სამართლებრივ ბრძოლას ვაგრძელებო. სასამართლოში სიარულს აზრი არ აქვს, ეს ყველაფერი აბსურდია. რატომ არ აქვს აზრი? პროფილ პრემიერ-მინისტრი, რომლის ხელიც ურევია ამ სასამართლოს შექმნაში, რომლის მთავრობის და პარლამენტის მიერ არის დანიშნული მოსამართლეთა დიდი ნაწილი. რატომ მიიჩნევს ამას ასე? თუ ამას არ იტყვის, რა ღირებულება აქვს რას ამბობს? შორის ამის თქმისთვის საუკეთესო ბრწყალებში, მაგრამ მაინც ტრიბუნა მისი აზრების გასაჯაროებისთვის ის სასამართლო პროცესი. სასამართლო ისე რომ დაწეროს წერილში დარწმუნებული რამე სერიოზულია, საინტერესო მართლა რო თქვას, ნებისმიერ შემთხვევაში აფეთქდება ქვეყანა, რამე სერიოზული რო თქვას, მაგრამ ხო გეუბნებით გახარია არ ამბობს და ღარიბაშვილი როგორ იტყვის. მისი მიზანი საერთოდ არის სხვა და ჩვენ ზედმეტ ყურადღებას ვუთმობთ ამ მიზანს და ამ ყურადღებას ვაკლებთ სხვა პოლიტიკურ პროცესებს, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური პროცესი არ არის, ეს არის უბრალოდ კაცი გაუბრაზდა მის თანამშრომელს და დასაჯა ცუდად და ეს კაცი ცდილობს ახლა რომ არა ვარ მე ცუდი თანამშრომელი, ისე ვის ირაკლი ვარ, მივიღეთ უკან შეცდომაში ხარ შეყვანილიო და ეს პოლიტიკური ბრძოლა არ არის არც პოლიტპატიმრობის განმარტებაში, რაც მე ვიცი ეს არ ჯდება და შესაბამისად სანამ რამეს არ იტყვის ბატონი ღარიბაშვილი, მე უბრალოდ მიმაჩნია რომ შიდა აწყენინა ბატონ ბიძინა, შეიძლება პირადად ბუდიშიც კი აქვს მოსახდელი, მე ეს არ ვიცი, მაგრამ თუ ეს პოლიტიკური თემაა, მაშინ პოლიტიკურ თემაში უნდა ითქვას ბევრად უფრო მეტი. რატომ მათ შორის სასამართლოში რატო არ დადის ყოფილი პრემიერი არენდობა სასამართლოს, ანუ მანამდე და თან ეს საიდან იწყება, თან იცით რომ აი ხო გახსოვთ რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილს კიდე მეც მივცემთო ვამბობდა დაუმატებთო. აი ამ დაუმატებთო ამის თქმის ლეგიტიმაციას რა აძლევდა, ამის უფლებას რა აძლევდა. ხო ის არის ახლა. რის გამოც სასამართლოს სეულს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მაშინ თუ იცოდა რომ მას შეეძლო დაემატებინა მიხეილ სააკაშვილისთვის, ახალს ხო გასაგებია რომ ვიღაცა შეუძლია დაუმატოს თვით მას. ხო და სანამ ამაზე ნაწილ-ნაწილ ლაპარაკობ, ისე რომ აზრი ვერ შეიკრება და მე-4 წერილია უკვე, სადაც ხედავთ ჩვენ ფაქტობრივად რომ მე-5 წერილს გამოვაქვეყნებო ადამიანი ამბობს, ამიტომ მე წარმატებას ვუსურვებ იმ საქმის დალაგებაში, რის დალაგებაც უნდა, მაგრამ პოლიტიკური თემის ნაწილი საკლებად გონია. რაც ეხება წერილებს და გამოხმაურებებს, ამ ხრივ
დეფიციტი არ გვაქვს ოპოზიციურ ფლანგზე. ახლა ცოტა ჩაცხრა ეს სიტუაცია, მაგრამ ბევრი რამ ისეთი ითქვა, რაც დროის მოკლე მონაკვეთში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანისთვის ცოტა რთულად გადასახარში იყო. გულისხმობ ყოფილ პარტნიორებს შორის საკამწვავე დაპირისპირებას ბრალდებების შინაარსაც. რა გავლენას ახდენს ეს პროცესი ზოგადად ოპოზიციურ ფლანგზე საზოგადოების განწყობებზე? შეიძლება ძალიან საჭიროც არის კი რომ რაღაცები რაც თქმელია ბოლომდე ითქვას, მე რაღაც დასკვნები იქნას გამოტანილი და მოხდეს გადაფორმატება მთლიანად ასე ვთქვათ ოპოზიციური ფლანგის. ფაქტია რომ რაღაც გარკვეული სტრუქტურები, გარკვეული ცენტრები, თანამშრომლობის ფორმატები, რომელიც იყო შექმნილი, მაგრამ აშკარად ხელოვნურ ხასიათს ატარებდა, ამან თავის გასაკეთებელი საქმე გააკეთა, უბრალოდ ვერ გააკეთა. თქვენ როგორ უყურებთ, თქვენ ყოველთვის რა განსხვავებულ, განცალკევებულ ნიშა გეკავა და სხვაგვარად უყურებდით ამ პროცესს, მაგრამ თქვენი კუთხიდან ნანახული ეს პროცესი როგორ შეფასდება? ჩვენ 2 წელია ვიძახით ფაქტობრივად იმას, რომლის ლაპარაკიც მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კვირა დაიწყო, რომ მიხეილ სააკაშვილი გაძარცვეს ამარჩევნებზე, ოპოზიციური ფლანგი გაძარცვეს მთლიანად და ის რომ ქართული ოცნება მარტოზის პარლამენტში მაშინ როდესაც მისივე არჩევნებში მან 54% დაიწერა, ეს არ დაგვავიწყდეს მისივე არჩევნებში და ოპოზიციას ყავდა 60 დეპუტატი. ესეთი უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოპოზიციური დეპუტატების რაოდენობით. ამ ყველაფერზე, ამ თელ ოპოზიციური ინფრასტრუქტურაზე, წელიწადში დაახლოებით 25 მილიონზე ოპოზიციურ ფულზე, რომელსაც ვერავინ ვერ გამოიკიდებოდა, ითქვა უარი. ითქვა უარი რითი? ითქვა უარი ვითი რომ გვარამია მატეხაყვირილი რომ იცი გაყავდა არჩევნებიო და თავისიანები და სხვისიანები ამას აყვა, ამას დაემატა პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რომელმაც მანამდე გვარამია თავად შეიწყალა და უცბად აი ამ შეწყალებულმა გვარამიამ დაანგრია მთელი ოპოზიციური სპექტრი. მე რა ვიფიქრო ამაზე? რა უნდა მიფიქრა ან მაშინ? ან ზოგადად ჩვენ რომ მართლა კრიტიკულები ყოფილიყავით და მაშინ ამაზე ფართო დისკუსიები გქონოდა, რომ აი ჩვენს თვალწინ ხდება ეს ამბავი. თვითონ მიხეილ სააკაშვილი სად იყო 2024 წელს, როცა ეს მის პარტიაში ხდებოდა და ჩვენ ამას ვეუბნებოდით ყველას საჯაროდ. მე უბრალოდ ახლა ამ წუთას ერთადერთი რამე დამრჩენია, რომ ხო გეუბნებოდით მეთქი თქვა, მაგრამ რა აზრი აქვს ამას? იმიტომ რომ ფაქტობრივად დღეს მიუხედავად უზარმაზარი შეცდომებისა, შიდა ასეთი რყევებისა ქართული ოცნების შიგნით არ არსებობს ოპოზიციაში ჯალა, რომელსაც გარდასახვა შეუძლია გამარჯვებად. რატომ? იმიტომ რომ გააღატაკეს ოპოზიციური ინფრასტრუქტურა მთლიანად, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ ნაწილს, ისე ჟურნალისტების ნაწილს, ბევრმა ადამიანები ქრებიან საჯარო სივრციდან, თქვენ ჩემზე კარგად ხედავთ ამას. პოლიტიკოსები ქრებიან, სხვადასხვა საზოგადოებაში აქტიური პირები ქრებიან და ნუ აი უბრალოდ რამ გამოიწვია ეს ამის გარჩევა არ გვინდა და მიხეილ სააკაშვილს მე მის ამ ბრძოლას მივესალმები, მიკვირს რომ მისი თანაგუნდელები ნაცები რაღაცა უხალისოდ უბამენ გვერდს რაღაცნაირად, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია გაანულოს ეგრეთ წოდებული ალიანსი, გვარამიას პარტია და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი იყოფა 3 ნაწილად: ხოცები, ნაცები და გირჩები და ეს ხელოვნური დაყოფა, რომ თითქოს 4-ად თუ გავყოფ ნაცმოძრაობას, ის სხვა პარტია იქნება. ეს უბრალოდ სასაცილოდ გამოიყურება ქართული ამორჩევის თვალში და მე ვფიქრობ, რომ ეს არის გასააზრებელი. მიხეილ სააკაშვილმა უნდა დაებრუნოს თავისი ლუკმა მასაც ეკუთვნოდა, დანარჩენს თავი დაანებოს და უბრალოდ გამქრალი პარტიები, რომლებიც ახლა ჩვენ ვიცით, რომ გამქრალები არიან, ლიდერები გაქცეულები არიან, თანაგუნდელები ციხეში ყავთ შეტოვებული და უბრალოდ რომ მიხვიდე ოფისში, რა გინდა თქვენ რისთვის იბრძვით, პასუხს სერიოზულად ვერ გაგცემენ. აი ეს ხალხი უნდა დაიწმინდოს და ვინც დამრჩენია ის დარჩენს, დანარჩენი გავიდეს ქართული პოლიტიკური სპექტრიდან და ვინც დარჩება ის ჩამოყალიბდეს იმაზე, ვის რა უნდა ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ სულ პრობლემა ხო ერთი იყო, რის გამოც ეს ალიანსები და არაფერი არ იკვება. არავინ არ იცის რომელ პოლიტიკურ ძალას რა უნდა ფიზიკურად. რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, რა შეიცვლება მათი ხელისუფლებაში ყოფნით. რისთვის უშლით ხელს, რაში უშლით ხელს ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული ძალაუფლება და ასე შემდეგ და. ჩემი აზრით ეს სერიოზული ლაპარაკი, რომელსაც ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვიძახით, რომ აუცილებელია ოპოზიციაში და აი ეს უკვე თან გამოვლენილი მოღალატეები, რომლებიც ყველასთვის გასაგებია, რომ ქოცური თამაში ითამაშეს, მარტო ჩემს მიერ კი არ უნდა იყოს და პატიმარი სააკაშვილის მიერ განსადევნი პოლიტიკური სივრციდან. ყველა პატიოსანი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის მოვალება უნდა იყოს, რომ მოღალატეები საკუთარი რიგიდან განდევნოს და ამ შემთხვევაში, რა ვიცი, მიხეილ სააკაშვილი მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც ხვდება ვინ არის მოღალატე. ოდნა მიუბრუნდა თქვენ შეფასებებს იმ ნაწილში, თქვენ ახსენეთ ბატონი გვარამია, მისი როლი, სიტყვა ღალატი რამდენჯერმე ახსენეთ და ასე შემდეგ. ეს თქვენი ხედვარი და ვერ ვიტყვი რაღაც სიახლეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის დიდი ხანია. სიახლე ისა რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოვიდა ჩვენს აზრზე. აი ზუსტად მიხეილ სააკაშვილმა ახლა შეიძლება ასე შეაფასა. თუმცა იმ მომენტისთვის
ნამდვილად არ იყო არამე ერთადერთი და გამონაკლისი, რომელიც არჩევნების გაყალბების მასშტაბებზე საუბრობდა და მის გავლენაზე არჩევნების შედეგებზე. ხომ არ იყო მაშინ პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების გათვლა იმაზე, რომ სისტემა იყო იმდენად დასუსტებული, იმდენად ნათელი იყო და უშუალოდ გაყალბების თუ არჩევნების პროცესზე ნეგატიური ზემოქმედების შედეგად რეალური შედეგების მანიპულირების მასშტაბები, რომ ეს მოახდენდა პარალიზებას სისტემის და ისინი მიაღწევდნენ ქართული ოცნების ჩამოშლა, შეგვიძლია დავარქვათ ამას თუ ცვლილებას. ეს რომ მიღწეული ყოფილიყო, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე აი ამ ბრალდებების არანაირი საფუძველი მომდენო პერიოდშიც არ იქნებოდა. შეიძლება მიხეილ სააკაშვილსაც იმ მომენტისთვის ჰქონდა ამის იმედი, შეიძლება ამიტომაც დააგვიანა ახლა მან თუკი ეს აზრები მაშინაც ჰქონდა ამაზე ღია საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ის სიმპტომი, რაზეც ის საუბრობს, უბრალოდ სახელს არ ქმნევს არჩევნებამდეც მისთვის სრულიად ცხადი უნდა ყოფილიყო. ანუ ოპოზიციური პარტიების უძალობის შედეგი არის ის, რასაც ახლა ვიმკით ამდენი წლის შემდეგ და თუ ეს ასია, როგორ უნდა გადაფორმატდეს ზოგადად ოპოზიციური ფლანგი ისე, რამ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილი, რომელიც ბევრი საგარეო ფაქტორის, ბევრი სხვა პრობლემის გამო საკმაოდ დასუსტებულად გამოიყურება და თავის სიანებსაც დაერია, აღმოჩნდეს რეალური გადაულახავი პრობლემების წინაშე. ძელი შეკითხვა იყო, ამიტომ შორიდან პირველი შეკითხვით დავიწყებ. რა იქნება თავის დროზე შეცდომა დაუშვეს და ეგონათ, რომ ამ ასეთ ბოიკოტობანას შედეგი მოყვებოდა. მე ამის არ მჯერა. იმას კი არ ვამბობ, რომ ყველა სულელი მგონია. პირიქით, ყველა რო არ მგონია სულელი, ამიტომ არ მგონია ეს. ჯერ ერთი ძალიან კარგად თქვენ გამოცდილი ადამიანი ბრძანდებით, როგორც ჟურნალისტიკაში, ასე პოლიტიკაში ბევრი რამე გაგეგებათ და ბევრი რამე გინახავთ. საქართველოში ყოფილა ბოიკოტების გამოცდილებები. 2008 წელსაც ქონია ეს გამოცდილება და მას ამის შედეგი არ მოყოლია. ეს რომ ამის შედეგი არ მოყოლია, ეს იცოდა მიხეილ სააკაშვილმაც, რომელიც მაშინ შეიძლება სხვა მხარეს იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მინიმუმ ის მეხსიერება ჩვენთან არსად არ გამქრალა, რომ ბოიკოტობას მაინც და მაინც დიდი პრაქტიკული შედეგი საქართველოში არ მოყოლია. და ზოგადად სამყაროშიც ამას იშვიათად მოყოლია. მე წინა პარლამენტში იყო ეს გამოცდილება. წინა პარლამენტი დაიწყო ასე ზუსტად. და წინა პარლამენტში მე თვითონ ვიყავი ამის მონაწილე, ამიტომ როგორც პირველი ხარისხის მოწმეს შემიძლია ეს ვილაპარაკო, რომ ქართულ ოცნება საერთოდ არ უნდა იქ შესულიყო. და ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ვითომ ხვეწნამუდარით ჩემოდით პარალელურად ისეთ რაღაცას აკეთებდნენ, რომ იქ შესვლა შეუძლებელი ყოფილიყო. ამიტომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთებთ მაშინ პირველ პარლამენტში, ესენი შეგვეთრია იქ ოპოზიცია, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ ქართული ოცნების მიზანი სხვა იყო. ახლა უბრალოდ ჩვენ არ ვიყავით პარლამენტის წევრები. ამ პარლამენტში ჩვენ ვერ მოვხდით პარლამენტში და ჩვენ ვერ ვიტყოდით ჩვენს შესვლასთან დაკავშირებულ პოზიციას. პრინციპული მნიშვნელობა არ ქონდა. თუმცა არასდროს არ გვითხოვს, რომ არ შეხვიდით პარლამენტში. პირიქით ვამბობდით, რომ საჭიროა ოპოზიციური ინფრასტრუქტურა, ბრძოლა უფრო პარლამენტთან ეფექტურია, თუნდაც დაუმორჩილებას აპირებდა და ასე შემდეგ. ამის მიუხედავად ეს ზუსტად ისე გათამაშდა, როგორც ჩაფიქრებული იყო და მე თქვა თუნდაც კობახიძის განცხადება, რომ გაძლიერებული იყო ეს პოზიცია, რომ პარლამენტში არავინ არ შესულიყო. ვინმეს ახსოვს ახლა ეს განცხადება, მაგრამ ხედლობაში გაქვთ რომ ხო, როდესაც აი კიდე უფრო შეუძლებელი გაგვხდარიყო პარლამენტში შესვლა. ამას თუ დააკვირდებით, ქართული ოცნება თვითონ ასხამდა ცეცხლზე ნავთს, რომ იქ ვინ შევიდოდა გალანძღული შესულიყო. ან არავინ არ შესულიყო. მიაღწიეს შედეგს. ამ შედეგში მანამდე ფული გადაიხადეს ფიზიკურად. ის ხალხი, რომელიც მანამდე ფულს იხდიდა ვითომ ხოცების დამხობაში, უცბად გაქრა, თქვენ ჩემს კარგად იცით. შესაბამისად, აი სანამ ამას არ გავარჩევთ, ამაზე გვალი მაგიდა არ მოხდება. ისეთსა დიდი გაირჩევა საჯაროდ, ვინ რაკნა. ვიღაცა, როგორც ეს რუის ურბნისის კრებაში განიდევნა ვიღაცა. ისე პოლიტიკური რუის ურბნისია მოსაწყობი. ოპოზიციაში განსაკუთრებით, რომ არ ვიცი დავით აღმაშენებელი, მარტო დავით აღმაშენებელი არ ყოფილა იქ ამის მომწყობის, სხვანაირი ლეგიტიმაციაც ჰქონდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ხალხი, რომელიც შემჩნეულია ოპოზიციური ფლანგზე ღალატში, სადაც ეს დადასტურებულია, უბრალოდ თვალის გახელა არ გვინდა, სიძახლემის პოზიციაში ვართ. აი სანამ ესენი ეს რაღაცა არ აღმოიფხრება, მანამდე ამ ხალხთან ერთად არ გამოვა ქართული ოცნების დამარცხება. მე ამისი ამჯერა ფიზიკურად. ამიტომ ვცდილობ რაღაცნაირად, რომ აი ვუგულშემატკივრო მიხეილ სააკაშვილს ნაცების გაწმენდის პროცესში, ან თავისი პარტიის დაბრუნების პროცესში, უბრალოდ ვიცოდეთ, ვინ არის ამ შემთხვევაში, ნაკლები იმედი მაქვს ფიზიკურად იმისი, რომ რამე გამოსწორდება მიხეილ სააკაშვილი სხვანაირ ბრძოლას დაიწყებს, უფრო სანდო პოლიტიკური პარტნიორი გახდება, მაგრამ მინიმუმ საკუთარ თავს მაინც რო წარმოადგენს, ეს მაინც მეწოდინება. მისი სახელით რომ მიხეილ სააკაშვილს ველაპარაკები, ეს მაინც მეწოდინება და ნუ ახლა საბოლოო ჯამში გამოსავალი რო ის არის, რომ ბიძინას შემდგომი საქართველოს დეტალურად წარმოადგენინოთ ხალხს და მოვაწონოთ და თან უთხრათ, რომ ჩვენ ამის გამკეთებლები ვართ.
ეს თავისთავად ცხადია რომ ასეა. სხვა შემთხვევაში სანამ ეს ასე ხდება, სანამ არავინ არ იცის როგორი იქნება მომავალი, სანამ ქართული ოცნების წასვლა და ბიზნესმენშვილის წასვლა მუხარასავით გამოიყურება ქართულ საზოგადოებაში, მე მოვალ და მე მივხედავ და ამას ვიზამ, ეს არ გამოდის. და მე მინდა რომ წარსულის გამოსავალი ხო თქვენ გამოსავალზე მკითხეთ, გამოსავალი სულ ერთი და იგივე იყო. საუბრის დაწყება პირველ რიგში, იმიტომ რომ პირველად იყო სიტყვა ტყუილ არ წერია იქ სადაც წერია. ადამიანები თუ არ ლაპარაკობენ, ესე იგი ჩხუბობენ. რაც ხდებოდა ოპოზიციაში. ოპოზიციაში რატო იყო ამდენი ჩხუბები? იმიტომ რომ სალაპარაკო ფორმატები არ იყო. რატო არის ქვეყანაში ამდენი ჩხუბი, პოლარიზაცია და ასე შემდეგ? იმიტომ რომ სალაპარაკო ადგილები არ არის, ხალხი ერთმანეთს არ ელაპარაკება. ხო და გამოსავალი ისაა რომ ლაპარაკი დავიწყოთ ბატონ გიორგი. სხვა რაფერი. და მე როდესაც პირველი დავილაპარაკებთ, შემდეგი ნაბიჯი გამოჩნდება. მე მესამე ნაბიჯი გამოჩნდება და ასე შემდეგ, მაგრამ ლაპარაკის დაწყება მათ შორის მხილებასაც ნიშნავს. იმიტომ რომ ის ხალხი, რომელიც დღემდე ეჭვიტანილები კი არა, ბრალდებულები არიან და ფაქტობრივად ყველა მის შინაგანად როგორც იქცეოდნენ თავის დროზე, იმ ხალხის გარიცხვის გარეშე პოლიტიკური სპექტრიდან, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრიდან ადამიანები ისე მოტყუდებიან, ისევ ქართული ოცნებას აიღებს 54%-ს, მაგრამ დაიწერს 100%-ს და ეყოლება 100% პარლამენტში. ეს ხო არავის არ უნდა. ბატონო იგივე, ოპოზიციიდან გარიცხვა ძალებს შეიძლება როგორც თქვენ ბრძანეთ, ცხადია დამოკიდებული არის ამორჩეველზე, ხო, საბოლოო ჯამში, ანუ შეფასებები პოლიტიკოსების და არა მარტო მათი საქმე და უფლებამოსილებაც არის ასე ვთქვათ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილი. ნაწილობრივ მხოლოდ ნაწილობრივ, იმიტომ რომ მაგალითად მიხეილ სააკაშვილს 2024-ში რო ემხილებინა ნიკა გვარამია და მისი მეგობრები როგორც არწვავდნენ, ამორჩეველს გაუმარტივდა ნანუკა ჟორჟოლიანის ბოლოს და ბოლოს ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, მეც კი ვფიქრობდი, ხმა გვარამიასთვის მეცავდა. მამაჩემმა საერთოდ გვარამიას მიცახ, იმიტომ რომ ძალა იგრძნო უფრო მეტიო. აი ხო ხვდებით რა ზონის შეცდომაში შეიყვანეს ხალხი. ნანუკა ჟორჟოლიანის ოჯახი რო შეცდომაში შევა, მას რო ინფორმაცია დააკლდება. ჩვეულებრივი ამორჩეველი ნაცების ხო წარმოგიდგენია რა დღეშია და აი ამას თუ დააბნევ შენ სამორჩეველს, სიმართლეს არ ეტყვი. არ გაუმხელ იმას თუ რა თამაშებში მონაწილეობ, ცხადია ამორჩეველი მოტყუდება ხა სახელმწიფო ინფრასტრუქტურა და პროპაგანდა რო ხალხს ატყუებს, ამას რა თუნდა ჩემი ხო. ბატონო, თქვენ საერთო ეროვნული პოლიტიკური ძალას წარმოადგენთ და ცხადია ოპოზიციაში რა ხდება ან ქართულ ოცნებაში ადევნებ თვალს, მაგრამ უფრო დიდ კონტექსტსაც უყურებთ, იმიტომ რომ საქართველოს არასოდეს ყოფილა ქვეყანა, რომელზეც გარე პროცესები მცირე გავლენას ახდენდა. ოკუპირებული ქვეყანა ვართ, ჩვენთან ახლოს ომის ცხელი ფაზა მიმდინარეობს, ჩვენს უახლოესამე ზობლოში სომხეთში მნიშვნელოვანი პროცესები მიდის. აი, რა ფაქტორებმა შეიძლება ითამაშოს, როგორც დადებითი, ასევე ნეგატიური როლი იმისთვის, რომ საქართველოში ავტორიტარული სისტემის მშენებლობა გაგრძელდეს და ჩაბეტონდეს, ან პირიქით. აი რთულია ახლა ჩვენ კი არავინ იცის როგორ დასრულდება და უშუალოდ რა ფაზაში როდის უკრაინის ომი და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაც გარკვეულ დინამიკას თქვენ აფასებთ და უყურებთ ამ პროცესს. სამწუხაროდ ყველაზე ცუდი ის არის რომ მე ხშირად შეება შთაბეჭდილება რომ ჩვენ რაღაც შემთხვევითობას ველოდებით, იმიტომ შემთხვევითობა ჩვენ ქვეყანაში აუცილებლად მოხდება და ის კარგად არასდროს არ მთავრდება, როცა შემთხვევით ვიღაცას გაუვარდება ხელიდან ძალაუფლება, ან შემთხვევით ვიღაც რაღაცას დაემართება და ამ სიტუაციაში სულ ქაოსია. და სულ როგორ გითხათ, ანუ სულ იმაზეა ფიქრი, ვის ხელში აღმოჩნდება ეს ძალაუფლება. ჩემი აზრით ეს რისკი არსად არ მიდის. მე არ ვიცი რა გავლენას ფაქტორი მოახდენს გავლენას, ეს რო ვიცოდე ის აღმოფხვრილი იქნება, სხვასაც ეწოდინება. ეს შეიძლება იყოს რუსეთ-უკრაინის ომი, ეს შეიძლება იყოს მილიონი სხვა ფაქტორი. ბოლოს და ბოლოს ყველას გვესმის, რომ მთელი ეს ხუხულა, რაც გვაქვს, სახელმწიფო ხუხულა დგას ერთ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილზე. ერთი წამი წარმოვიდგინოთ, აი ერთად დიდხანს აცოცხლოს, არ მინდა საერთოდ ცუდი რამე უსურვო, მაგრამ რამე რო დაემართოს ამ კაცს. უცბად ერთი კვირა რომ არ იყოს ფორმაში. თქვენ ფიქრობთ რომ ღარიბაშვილი მშვიდად იჯდება ციხეში? თქვენ ფიქრობთ რომ მიხეილ სააკაშვილი მშვიდად იჯდება ციხეში? ლილუაშვილი მშვიდად იჯდება ციხეში? პრემიერი კობახიძე გააგრძელებს მმართველობას? ბიძინაევანიშვილის ოჯახს არანაირი საფრთხე არ მუქრება ამ ასეთ პირობებში? ეს ხო მარტო ერთ კაცზე დგას. და როგორ შეიძლება სისტემა იყოს მყარი, რომელიც ერთ კაცზე დგას და არ იცი პასუხი კითხვაზე რა ხდება ამ კაცს რომ დაემართოს? და ბოლოს და ბოლოს მართლა ერთი წამი შევხედოთ, მოგწონს თუ არ მოგწონს ივანიშვილის მმართველობა, მაგრამ უცბად რომ ეს ფაქტორი რომ აღარ არსებობდეს და როდესღაც ხო 100 წელი ხო არავინ არ გამოეკიდება ცხას, ან შემთხვევითობისგან ხო არ გვაბშე საერთოდ არავინ არ არის დაზგული. ამ დროს რა ხდება? ანუ ის რაც ამ დროს მოხდება, ის რატო გგონია რომ აუცილებლად კარგი იქნება? ჩვენ ხო ამას უნდა ვაზღვევდეთ. რაღაცნაირად იმას, რომ აი რამე რო შეიცვალოს, რა პოლიტიკური ინსტიტუტები და ინსტრუმენტები არსებობს ქვეყანაში, რომელიც შეინარჩუნებს იმას, რომ ხალხმა უბრალოდ ეს პოლარიზაცია სისხლის ზღვაში არ გადაიზარდოს.
კი ბატონო, დღეს რაღაც ფაქტორი არსებობს. მე ამაზე ვფიქრობ, ანუ იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას ამაზე ფიქრი არ უნდა. ჩვენი საზოგადოება ამბობს, რომ იცი რა, ჩვენ არ გვინდა ბიძინა, მოდი ვიბრძოლოთ ყველა ბიძინას წინააღმდეგ. ჩვენ არ გვინდა მიშა, ჩვენ არ გვინდა ვიღაცა, მაგრამ რა გვინდა ჩვენ? აი, სანამ ჩვენ ამ კითხვას არ გავცემთ პასუხს, საქართველოს 21 საუკუნის გარიჟრაზე რა უნდა? რისთვის ვიბძით? ანუ რატო რაში გვიშლის ხელს ბიძინა ივანიშვილი და მე ვფიქრობ, რომ მთელი ეს ინფრასტრუქტურა, რაც როგორც სახელმწიფო მხარეს, ისე მედია ოპოზიციის მხარეს მოწყობილია იმისთვის, რომ ქართველები ამაში ვერ გაერყვნენ. როგორი საქართველო გვინდა? როგორი ქვეყანა გვინდა? ხო ვიცოდით, რომ ზვიად გამსახურდიას უნდა დამოუკიდებელი საქართველო. შევარდნაძე სხვა რამე უნდა, მაგრამ უნდა რომ მაინც დემოკრატიულ კაცად შესულიყო ისტორიაში. მიშას რაღაცა ვითომ რეფორმები უნდა და რაღაცა უნდა. აი დღეს რა უნდა საქართველოს? ბიძინა ივანიშვილის მე რა უნდა საქართველოს? და ამ კითხვაზე არ დისკუსია, არ მსჯელობა. არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ჩვენ უშვებთ. იმიტომ რომ მე მარტო სულ ელაპარაკები ჩემს სამომხმარებლო სხვა ფორმით, მაგრამ მარტო მე რო ვლაპარაკობ ამას კი არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს, როცა პოლიტიკური პარტიები ერთად ლაპარაკობენ ამას, რაღაცაზე თანხმდებიან და ამ შეთანხმებული პოზიციით. არა რაღაცა სისულელე ალიანსები და ხელი ამას მოაწერე და იმას მოაწერეთი. არამედ რაღაც კონკრეტულ მე ეს მინდა. აი ამით უპირისპირდება, როგორც ზვიად გამსახურდია, მე მინდა საქართველოს დამოუკიდებლობა ამბობდა. როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მე მინდა სამართლიანობის აღდგენა თავის დროზე. რაღაც ასეთი კონკრეტულ მესიჯზე დაკონცენტრირებული ამბავი გვჭირდება, რომელსაც მარტო მე კი არ ვიტყვი. რომელსაც შევთანხმდებით პოლიტიკური პარტიები და აი მიუხედავად რა სახელგატეხილიც არ უნდა იყოს პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოება მიხვდება, რომ ყველას გაუჭირდება ამ ნათქვამზე გადახტომა. და ეს ნათქვამი იმდენად კარგი იქნება, რომ ხალხს მოეწონება. ჩვენ ამისეთი მაგალითი გქონდა ის, რომ მოდის უპატრონო სახელმწიფო ქონება თანაბრად გადავანაწილოთ ყველა ადამიანზე და ერთი ოჯახი მინიმუმ $100,000 ღებულობდა თვეში, მაგრამ ხო ვერავის ვერ გავაგონეთ. არა და ხო ყველაფერში მართლები ვიყავით. ყველაზე პოპულისტური აღგაგებით და გასამდიდრებლად არ დაიჯერეს. არ დაიჯერეს ხო, მაგრამ საქართველოს ტერიტორია მართლა იმდენი სიმდიდრისგან შედგება, რამდენი სიმდიდრით არის სახელმწიფო საკუთრებაში, საქართველოს მოსახლეობა იმდენია, რამდენიც არის, სიმდიდრის ღირებულება რო გაყოთ მოსახლეობის ღირებულებაზე და თანაბრად და უსასყიდოდ გადაანაწილოთ, ერთმა ოჯახმა მინიმუმ $100,000-ზე მეტი უნდა მიიღოს. აქ ხო ყველაფერი გასაგებია. უცბად წარმოიდგინეთ, რომ ყველა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია აგზის და ამბობს, ვა, რა მაგარი იდეა ქონიათ გირჩევს. მოდი ბიძინას ამ ფულს და მოსყიდვის მანქანას დაუპირისპირდეთ, იმიტომ რომ უპატრონო ქონება არ იქნება ქვეყანაში. ყველა გადაანაწილდება თანაბრად და სასკოლო საქართველოს მოქალაქეებზე. რა უნდა დაუპირისპიროს ბიძინა ივანიშვილმა? აი რა ფული უნდა დაუპირისპიროს თუ ჩვენ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან იტყვის ეგარი გადარჩენის გეგმაო, თუ ლელო ემიგრაციიდან იტყვის რომ ეგარი გადარჩენის გეგმაო, გახარია იტყვის რომ მე მინდოდა ეს თავის დროზე, მაგრამ აი შემიშალა ბიძინა ივანიშვილმა ხელიო. ანუ აი ხო ხვდებით რომ იდეის კონსტრუქციის აწყობას ერთი პარტია ვერ შველის და ამიტომაც არის დაყოფილი 5 პარტიებად. აქედან უდიდეს ნაწილი მოსყიდული, რომ ვერასდროს ერთიანობა ვერაფერზე ვერ გაჩნდეს. გარდა სისულელისა, ქარტია პრეზიდენტმა თქვა მოაწეროთ ხელი. აი ერთიანობა, რა ერთიანობა, რასაც აწერ ხელს ის არის, შინაარსი არის. ვინც ხელი მოგაწერია, იმის ზრახვებში არ ხარ დარწმუნებული. და მაშინ როდესაც იცი, რომ ქართული ხალხი ღარიბია. თუ ეთქვი ღარიბია, იმიტომ რომ ქონება უპატრონო გვაქვს სახელმწიფო საკუთრებაში. გადაანაწილე თანაბრად უსასყიდლოდ ხალხი გამდიდრდება უფრო მეტად ვიდრე დღეს არის. ეუბნები რომ იცი რა მე მინდა წესრიგი სადაც ჩვენ უფრო დიდარი იქნები. მაგრამ ჩვენ ეს ვერ გავიტანეთ. იმიტომ რომ მივხვდით რომ მარტო ასეთი იდეები არ გადის. ამას ჭირდება პოლიტიკური თანამოაზრეები. მე მინდა რომ ბიძინა იყოს ჩემი პოლიტიკური თანამოაზრე. ნეტა იყოს. მაგრამ ბიძინა რო არ აღმოჩნდა პოლიტიკური თანამოაზრე. ხონების გადანაწილება. დიახ. იმიტომ რომ ბიძინა ეგრო გააკეთოს ბიძინამ ისტორიაში შევა. სათავისოდ ძალიან დახელოვნებული. ხო და აი მე არ მენანება ვინც ამას გააკეთებს ქართულ ხალხს უსასყიდლოდ ხონებას გადაუნაწილებს, აი არ მენანება რომ უამრავი ხონება წაიღოს პრიზად, იმიტომ რომ ამაზე მაგარი საქმე ქვეყნის ისტორიაში არაფერი არ იქნება. იაგო დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. გადაცემაში სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით კიდევ რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი პოლიტიკოს შემოგვიერთება.